აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის სოხუმში მიმდინარე მოვლენებს ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა დაფასებს. ალექსანდრე ანქვაბი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აფხაზეთი დატოვა და ამბობს, რომ ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას ეგრეთ წოდებულ უშიშროების საბჭოსთან ერთად განიხილავს. ანქვაბის თქმით, შეერაღებული ადამიანების ჯგუფმა ტელევიზიის შენობაც დაიკავა, მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ დაცვის წევრებს. ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ადმინისტრაციის შენობაში რჩება ოპოზიცია. აფხაზური ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიბა აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭო დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობას საკუთარ თავზე იღებს. უკვე ცნობილია, რომ ანქვაბი საოკუპაციო რეჟიმის ეგრეთ წოდებულ მინისტრთა კაბინეტის გადადგომას დათანხმდა. სოხუმში ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მრავალათასიანი აქცია გუშინ გაიმართა. მომიტინგეები ეგრეთ წოდებულ მთავრობას კორუფციასა და რუსეთთან არასაკმარის ინტეგრაციაში ადანაშაულებდნენ. სოხუმში გამთავრებულ მოვლენებს ქართველი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. უმჯობესი იქნება, რომ არ გავაკეთოთ ამ შემთხვევაში რაიმე ტიპის ისეთი შეფასებები, რომელიც შესაძლებელია შემდეგ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას მოუბრუნდეს ცუდად უკან. მაღალი თანამდებობის პირები ამ საკითხებთან დაკავშირებით გამართავენ სერიოზულ კონსულტაციებს ერთმანეთშიც და ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე იქნება შემდეგ ჩვენი ხელისუფლების პოზიცია დაფიქსირებული. გონია, რომ ყველაზე ცუდი რაც შეიძლება აფხაზ ხალხს მოუვიდეს, ეს არის ის, რომ ჩაერიოს მის ცხოვრებაში დიდი ძალა, იმპერიალისტურად განწყობილი ძალა, რომელიც მას დამოუკიდებელ მომავალს წაართმევს. ქართველ ხალხთან და საქართველოსთან ერთად აფხაზებს ჰქონდათ მომავალი და დღესაც არ ამგონია, რომ რუსეთის ფაქტორმა აფხაზეთს რაღაცა პოზიტიური მომავალი შეთავაზოს.